გამარჯობა. მედია კავშირი ობიექტივი აგრძელებს პირდაპირ ეთერში ტელე და რადიო მაუწყებლობას თქვენ უსმენთ და უყურებთ თოქ-შოუს ჭიათური საათი. მე ჟურნალისტი გიორგი კასრაძე ვარ და მომდევნო 50 წუთის განმავლობაში სტუდიის სტუმრებთან ერთად მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრებთ. 1993 წელს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჟურნალისტიკის დღე დააარსეს. მას შემდეგ ყოველწლიურად მედიის წარმომადგენლები პროფესიულ დღესასწაულს 21 მარტს აღნიშნავენ. ეს თარიღი პირველი ქართული გაზეთის დაარსებას უკავშირდება. 1819 წლის 21 მარტს საქართველოს გაზეთის პირველი ნომერი გამოიცა. დღევანდელი გადაცემა კი ჭიათურელ ახალგაზრდებს ეხებათ, რომლებმაც პროფესიად ჟურნალისტიკა აირჩიეს. როგორია მათი შეფასებები თანამედროვე მედიასთან დაკავშირებით და რამდენად პერსპექტიულად მიაჩნიათ მშობლიურ ქალაქში საკუთარი პროფესიით მუშაობა. თოქ-შოუს სტუმრები არიან ქეთი ღამბაშიძე, სალომე სამხარაძე და გვანცა დევიძე. მოგესალმებით გოგონებო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ერთი ბიჭი სამ გოგოსთან ერთად, თან სამ ძალიან ლამაზ გოგონასთან ერთად. მიხარია, რომ დღეს ეს შემადგენლობა შევიკრიბეთ, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან ბევრი სტუდენტი გყავს, რომლებმაც პროფესია ჟურნალისტიკა აირჩიეს ჭიათურიდან, თუმცა დღეს ამ შემადგენლობით ვართ პირდაპირ ეთერში. თუმცა ქეთი, მოდი დავიწყოთ პირველი შენთან საუბარი. მე და შენ გეგმავდით ძირითადად ამ გადაცემას და სამწუხაროდ ჭიათურელი ბიჭი, რომელიც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია, ნაკლებად ვერ მოვიძიეთ. რატომ შენი აზრით რა არის მიზეზი ბიჭებისთვის ნაკლებად პერსპექტიულია ეს პროფესია? შეიძლება არსებობდნენ, პრობლემა შეიძლება ჩვენშიც იყო ის, რომ მე არ ვიცნობდე და უშუალოდ არა, სხვათა შორის ესე დეფიციტი არის ჩვენი ქალაქიდან გოგონები უფრო მრავლად ირჩევენ ამ სფეროს ვიდრე ბიჭები, არ ვიცი რატომ. ალბათ ეს. აი სალომეს ვკითხოთ, სალომე, რატომ აირჩიე პროფესია ჟურნალისტიკა? პროფესია ჟურნალისტიკა ავირჩიე ალბათ იმიტომ, რომ ეს უფრო წეგანად საუბრობდით ჩვენ ამ თემაზე და ეს არის უფრო ისეთი პროფესია, როდესაც შეგიძლია იყოს იცხოვრო მრავალფეროვანი ცხოვრებით, გააკეთო რაღაც, გამოიძიო, გააშუქო, მაგრამ ამავდროულად ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა, იმიტომ რომ რასაც შენ ეძებ და რასაც შენ აქვეყნებ, ეს უკვე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მარტო იმიტომ რომ არის შენ ინფორმაციაზეა დამოკიდებული. ხალხი უსმენს და ხალხი ჯერა შენი. ერთი პატარა შეცდომაც კი შეიძლება შენი ყველანაირი შრომა წყალში ჩაყაროს. პროფესია ჟურნალისტიკა ავირჩიე, იმიტომ რომ მომწონს ის ცხოვრება, ის დაძაბულობა, ის მრავალფერი ყველაფერი მომწონს, რაც ამ პროფესიას ეხება და ბავშვობიდან ძალიან დიდი ინტერესი მქონდა ამ სფეროს მიმართ და მიხარია, რომ დღესდღეობით ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, სწავლობ მაინც და მომავალ ჟურნალისტად ვითვლები. გასაგებია გვანცას ვკითხოთ, გვანცა შეიძლება იყოს ადამიანი, ვისაც სურდეს იყოს ცნობილი და ამ კუთხით აირჩიოს მან ჟურნალისტიკა, მხოლოდ იმის გამო, რომ საზოგადოება მის გაიცნოს. ასეთ ჟურნალისტი იქნება წარმატებული. ძალიან ინდივიდუალურია ეს, შეიძლება ესეთმაც მიაღწიოს წარმატება, რომელიც წინასწარ არ თვლიდა ამას, რომ მაინც ცნობილი უნდა ყოფილიყო. ინდივიდუალურია, მაგრამ ჟურნალისტიკა არ არის იმისთვის, რომ გახდეთ ცნობილი. ჟურნალისტიკა არის იმისთვის, ჩემი აზრით, რომ უშუალო კონტაქტი გქონდეს ხალხთან. ეს არის მთავარი, შენ ხარ, ასე ვთქვათ, ჯებირი საზოგადოებასა და იმ მაღალ ჩინოსნებს და მაღალ წრეებს შორის, რომელმაც უნდა გაიგოს რა უნდა საზოგადოებას და აქ ცნობადობა არაფერ შუაში არა. ეს არის ჩემი აზრით ნამდვილი ჟურნალისტიკა. თუმცა აღწევენ იმასაც, რომ გახდნენ ცნობილები, ცნობილი სახეები, მაგრამ ეს არ არის მიზანი ჩვენი პროფესიის, მე ასე მგონი. გასაგებია, მე ქეთის ბავშვობიდან ვიცნობ და ბავშვობიდანვე მქონდა ეს სურვილი გამختارიყო ჟურნალისტი. ჩემი შინაგანი ხასიათიდან გამომდინარეობს ეს ყველაფერი. როდესაც ადამიანი ირჩევ რაღაც პროფესიას, შინაგანად უნდა იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული, რამდენად გამოგივა. ერთ რაღაცას გავიხსენებ, მერვე კლასში ვიყავი, უცებ რო შეიმეცვალა აზრი, მოდი მე გავხდები მეთქი ქირურგი, ჩვენს ქალაქში ყველამ ძალიან კარგად იცის, არის ძალიან წარმატებული ქირურგი ავთო ცხადიაშვილი და იმდენ უანგაროდ გაუკეთებია ავთოს ის ოპერაციები გადაურჩენია ძალიან ბევრი ადამიანი, რატომღაც გამიჩნდა სურვილი, რომ მეც მოდი ადამიანების გადარჩენისთვის ვიქნები ქირურგი და ერთ-ერთ ოპერაციას რომ დავესწარი და ახლა სისხლზე მოსაბრუნებელი მე გავხდი, მივხვდი რომ პროფესია ასე არ უნდა აირჩიო ადამიანმა და მე ვთვლი რომ ძალიან კარგი არჩევანი გავაკეთე და მე მგონი შევძლებ გავამართლო და გამომივა ალბათ ის მიზნებს მივაღწიო, რაც დასახული მაქვს ცხოვრებაში.
აი რა მიზნები გაქვს, სად ხედავ შენ თავს საბოლოოდ, როგორი ტიპის ჟურნალისტიკაში? უფრო მეტად პოლიტიკაზე იმუშავებ, კულტურაზე თუ? გარდა ეკონომიკისა შევეცდები ნებისმიერ სფეროს. აი ეკონომიკას არ გავეკარები არავითარ შემთხვევაში. სიმართლე გითხრა ძალიან მაინტერესებს საგამოძიებო ჟურნალისტიკა. არ ვიცი, ვწდი მანდაც ჩემს ბედს და რამდენად გამომივა, მით უმეტეს ახლა საქართველოში ეს საკითხავია, მაგრამ ძალიან მაინტერესებს და რა ვიცი, იმედი მაქვს რომ გამომივა. ხო იცი, ადამიანი თუ რამის მოინდომე, მიუღწეველი არაფერია, ყველაფერი გამოგივა და ამიტომ ვეცდები მაქსიმალურად. ეკონომიკის გარდა გავაშუქებ ნებისმიერ სფეროს. სალო მეორე კურსის სტუდენტია, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი დრო აქვს იმისათვის, რომ ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწიოს. დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობს. სალომე, ეს იყო შენი პირველადი პროფესია ჟურნალისტიკა, რომელიც გამოცდების პერიოდში ჩვენ გქონდა საშუალება აგვერჩია, თუ სხვა პროფესიაზეც გიფიქრია პარალელურად? დაახლოებით ალბათ 12-13 წელს ასაკიდან სხვა პროფესიაზე აღარ მიფიქრია, ის შემიძლია ზუსტად გითხრა და ხო ჯერ სულ რაღაც მეორე კურსზე ვარ და ამიტომ ჯერ კიდევ ვერ გადავწყვიტე ესე კონკრეტულად რა როგორ და რანაირად. ამაზე ბევრს კი ვფიქრობ ხოლმე, მაგრამ ჯერ ზოგადად იმდენ ახალს გებულობ რაღაცას, თუნდაც ერთი ლექციიდან, თუნდაც ერთი რაღაც ნებისმიერ იმიდან, რომ ჯერ ვერ გავიგე რა ბოლოს რა უნდა გამოვიდე და რა უნდა გავაკეთო, ანუ ესე კონკრეტულად. და ისე, რა ვიცი, დიდი ხანია ძალიანაც ეს ჟურნალისტიკა მინდა და იმის მერე არ შემიცვლია მე. არც მაქვს სურვილი ჯერჯერობით. როგორ მოსწონს გვანცას თანამედროვე ქართული მედია? არის პოლიტიზირებული დღეს ჩვენი მედია გარემო და ალბათ ესეც ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ ყველა არხი გარკვეულ მიზანს ემსახურება და გარკვეული საზოგადოების სეგმენტის ნაწილის მიზანს ემსახურება. რას ხედავ შენ, რას ამჩნევ? ჩვენ მართალი არც ისე დიდი ასაკის ვართ, არც მე და არც თქვენ, მაგრამ საკმაოდ დაინტერესებული როდესაც ვარ ჟურნალისტიკით, უფრო მეტ ნიუანსებს ვაკვირდებით, ხო ასეა? შესაბამისად, წინა ხელისუფლების დროსაც, დღევანდელი ხელისუფლების დროსაც მედია გარემო ასე თუ ისე ვიცით. შესაბამისად, მაინტერესებს თქვენი აზრი. შეიცვალა უკეთესობისაკენ ამ წლების განმავლობაში არანაირი პოლიტიკა დღევანდელ გაცემაში უბრალოდ შეიცვალა თუ არა მიდგომები იგივე ჟურნალისტების მხრიდან. უფრო თავისუფლები არიან დღეს? ჯერ თავიდან ახსენე, პოლიტიზირებული არის თუ არა მედია. ქვეყანაში რომელშიდაც ყველა სფერო პოლიტიზირებულია, შეუძლებელია რომ ამ ყველაფერს მედია გამოერიცხოს. ეს არის ავტომატური პროცესი და ბუნებრივი პროცესი. ამას სჭირდება დრო. განვითარების ეტაპების მიხედვით რომ მივყვეთ მედიის განვითარების ეტაპებს, თანდათან შორდება და რაღაცა დამოუკიდებელად ყალიბდება, მაგრამ მოდი ნუ მოვთხოვთ მედიას განვითარდეს, როცა ის 70 წლიანი რაღაც ესეთი რთული პერიოდი გქონდა და ფაქტობრივად 90-იანებიდან ნელ-ნელა დავიწყეთ. აი ეს არ არის ისეთი ადვილი პროცესი, რომ პირდაპირ გავთავისუფლდეთ პოლიტიკისგან. ჟურნალისტებისადმი დამოკიდებულებას რაც შეეხება, შეცვლილია რამ ხრივ, იცით, ნდობა უფრო მეტია ჩემი აზრით. პრაქტიკულ ჟურნალისტიკაში როცა გადავედი, მართალია მესამე კურსზე ვარ, მაგრამ უკვე მაქვს შეხება. მიხარია ის, რომ ჟურნალისტებს უფრო მეტად ნდობით უყურებენ. ანუ საზოგადოება მიხვდა უკვე, რომ ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, მათი შეუძლიათ რომ მათ გვენდონ და ჩვენ შეგვიძლია მივიტანოთ ეს მათი ნათქვამი იქამდე, სადაც საჭიროა. ნდობის ფაქტორი გაიზარდა. და ეს რამ განსაზღვრა ეს ნდობის ფაქტორი? ალბათ იმან რომ უშუალოდ მივდივართ ადამიანებთან, ანუ ეს ხმების დონეზე აღარ უყვებით. ჩვენ უშუალოდ მივდივართ, ჟურნალისტები უშუალოდ ერთვებიან, მიდიან სოფლებში, მიდიან სადაც მაღალმთიან რაიონებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი ჩემი აზრით, იმიტომ რომ ცენტრალიზებულია რაღაცნაირად ჩვენი მედია და თბილისია ორიენტირებული. აი ამაში გეთახმები, ქეთისაც ჰქონდა საკუთარი მოსაზრება? ზოგადად უბრალოდ გაგონილით არ მგონია ჟურნალისტებს ესაუბრათ და არც იქნებოდა ხო მართალია ბევრი რამ გვეშლება, მაგრამ როდესაც ჟურნალისტი რაღაც საკითხს აშუქებს, საკმაოდ არგუმენტირებული უნდა იყოს, შესაბამისად უშუალოდ უნდა დაინახოს და მოისმენოს. უწუნებდა ხოლმე მაშინ ჟურნალისტებს ამ არგუმენტებს. ვინ გითხრათ, ეკითხებოდა ხო? აი კეთი რა მაინტერესებს? უწუნებდა არგუმენტირებულობას, როდესაც შეხვედრები ქონდა ხოლმე ჟურნალისტებთან, თუმცა მოდი ზოგადად ჟურნალისტები არ უყვართ, არც პოლიტიკოსებს არ უყვართ, ანუ არავის არ უყვარვართ რატომღაც. ალბათ სიმართლეს რო ვამბობთ? ხო, გააჩნია ხო არ უყვართ საერთოდ. აი მეც ნაკლებად უყვარვარ ჭიათურის ხელისუფლებას, თუმცა ეს სულ არ მაჯავრებს და არ მანერვიულებს. თავარია ხალხის ძობა და სიყვარული დავისახოთ. ჟურნალისტმა უნდა ელაპარაკო ის, რაც რეალურად ხდება. ზოგადად აი ნამდვილი ჟურნალისტი ალბათ ყველას ვერ ეყარება.
იმიტომ რომ სიმართლე არ უყვარს ხალხს. თუმცა რა შეცვლიდი შენ დღევანდელ ქართველ ჟურნალისტებს? მე დამწყებიდან ახლად ფეხადგმული ვერ ვისაუბრებ და ვერ გავაკრიტიკებ საკმაოდ მკაცრად ქართულ ჟურნალისტიკას, არსებობს განვითარებული ქვეყნები, სადაც სრულყოფილი ობიექტურობა არ არსებობს ტელევიზიებში, იმიტომ რომ ყველა ემყარება და ეფუძნება მმართველს. ძალიან ბევრი რამე ახლა შესაძლებელი და ნელ-ნელა გამოსწორდება დარწმუნებული ვარ, მთავარია შეგვეძლოს სიტყვის თავისუფლების შენარჩუნება ჟურნალისტებს. რამდენად თუ არ დღეს თავისუფლება? მე რა ვარ იცი საკმაოდ ისეთი თავისუფლები, სიტყვის თავისუფლებას ცოტა შორს, მოკლებული ვართ რა. არ ვიცი რა განაპირობებს ამ ყველაფერს, მე არ მინდა შევეხო რაღაც პოლიტიკურ საკითხებს, მაგრამ არის დღეს საკმაოდ იზღუდებიან ჟურნალისტები. არსებობს გარკვეული ზეწოლაც, მაგრამ აღნიშნავ იმასაც, რომ ჟურნალისტებსაც ხშირ შემთხვევაში მოსდით ძალიან ზედმეტი. მე ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ჩემს კოლეგებს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არსებობს გამონაკლისები, როდესაც ჟურნალისტი თვლის, რომ აგრესია და ეს ეგრეთ წოდებული კონტრშეტევა ნიშნავს პროფესიონალიზმს. არა, ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს ჩემი აზრით დიპლომატიური სიმშვიდე. მაშინ ხარ ძალიან კარგი, როდესაც დიპლომატიურად წყნარად ალაპარაკებ იმას, რაც შენ გინდა და არა რაღაც და გავანცხვით კი. ტელემაყურებლებს შევახსენოთ სტუდიის ტელეფონის ნომერი, კარგად ნაცნობი ნომერი, sadაც ძალიან აქტიურობს ჭიათურის საზოგადოება და გვიხარია ძალიან 03223888, Skype-ით ობიექტივი 2 ლათინური ასოები, დაგვიკავშირდით მთელი გადაცემის განმავლობაში. მე ვთხოვ ხმის რეჟისორს მაქსიმალურად ყველა ტელემაყურებელს მისცეს საშუალება დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება. სალომე, აი, თქვათ დღეს BBC-მ შენ სალომე სამხარაძე შემოგთავაზა ერთი სიუჟეტის მომზადება. აი ეს ყველა თქვენგანს მინდა ვკითხო, თქვენი აზრი მაინტერესებს. რა თემაზე მოამზადებთ იმ ერთ სიუჟეტს, რომელსაც მთელი მსოფლიო ნახავდა ძალიან ცენტრალური ცნობილი არხებით? სხვათა შორის მანამდე რაღაც მინდა ვთქვა, გუშინ ვნახე რაღაც ვიდეო რგოლი, ეს იყო საქართველოს შესახებ და ქონდა წარწერა ეს საქართველოა. და რაღაცნაირად ისე მომეწონა, იმიტომ რომ იქ იყო გაერთიანებული ყველაფერი, რაც შეეხებოდა საქართველოს. ყველაფერი იყო მართლა ერთი სურათ, ერთი ფოტო იყო, აი იმდენად მრავალფეროვანი იყო, 44 წუთიანი ვიდეო იყო, ზუსტად მახსოვს, წამიანი თუ რაღაც ეგ ძალიან პატარა ვიდეო იყო, მაგრამ ყველაფერი იყო გაერთიანებული. მე ალბათ ერთ სიუჟეტს გავაკეთებდი, ვინაიდან და რადგანაც BBC-ში ვაკეთებთ, ერთ სიუჟეტს გავაკეთებდი ჩემი ქვეყნის და ჩემი ქალაქის გარშემო, ასე რომ ვთქვათ. იმიტომ რომ უფრო კარგად ამერიკელ ან ინგლისელ ტელემაყურებელს ჭიათურიდან. ჭიათურიდან რა ვიცი ყველაფერს, იმიტომ რომ მე იქ ყველაფერი მიყვარს. ზოგადად ჭიათურა მიყვარს ძალიან და რა შევეცდებოდი რომ ყველაფერი მეჩვენებინა ის, რასაც მე ვერ ვხედავ. აი მაგალითად არ ვიცი მე იმ დღეს პირველად შევამჩნიე ჩემი დაინტერესება გამოიწვია, როდესაც 25-ზე ადიხარ საბაგიროთი, ქვემოთ ჩანს ერთი რაღაც კლდე და ერთშვენიერ დღეს მყავდა სტუმარი უცხოელი. და ამ უცხოელმა სტუმარმა მთხოვა, რომ იმ კლდესთან მიმეყვანა და მე ვერ ვასწავლე გზა, როგორ შეიძლება და იმ კლდესთან მივსულიყავით. და მეუბნება ესეთ სიტყვებს, რომ კარგი მე მიგიყვან იქ. ამიყვანა 25-ით საბაგიროდან და იქიდან გადმოიხედა და ჩამოვედით საბაგიროდან ჩამოვედით, დამისვა მანქანაში და თვითონ მიმიყვანა მართლაც იქ და რა ვიცი, ძალიან ბევრ რამეს ვაჩვენებდი, რაც შეიძლება მე ვერ დავინახო, მე არ მივაქციო იმ ხოლმე ყურადღება, მაგრამ მათთვის ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს. გასაგებია იგი ტურისტულ სიუჟეტს მოამზადებდი შენ სიამოვნებად. კი, დიდი სიამოვნებად. ქეთი. მე საერთოდ ჭიათურად ვეძახი, მეორე ჩერნობილს. და თუ კი კონკრეტულად ჭიათურა უნდა ვაჩვენო, დაუშვათ ვინ. არა, ეს შემოსურვილი. ხო. რა თქმა უნდა, ხა ჭიათურას რომ ნახავს ადამიანი, გაეცნობა კარგად სიღრმისეულად რა ვითარება და მდგომარეობა იქ, ნამდვილად და აი საოცრად დასაფასებელია ნებისმიერი ადამიანი, ვინც იქ ცხოვრობს და უძლებს, ნამდვილად, მართლა გმირულად უძლებს იქ ყოველი დღის გათენებას და დაღამებას. და მე ნამდვილად მტკივა, რომ ჭიათურაში რაღაც კულტურული კუთხითაც არის გარკვეული სტაგნაცია, როდესაც ნამდვილად საამაყო, არა მარტო ჭიათურისთვის, საქართველოსთვის საამაყო ადამიანები გაიზარდნენ და არსებობდნენ იმ ქალაქში. და დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი თაობა ბევრი საამაყო ადამიანი წამოვა იმ ქალაქიდან, რომელსაც მე დღეს ვეძახი მეორე ჩერნობილს. სამწუხაროა, მეორე ჩერნობილი ეს ძალიან
კარგი და ზუსტად შეესაბამება ჭიათურას ჩვენ მაყურებელმა ძალიან კარგად იცის როგორ ეკოლოგიურ თუ ეკონომიკურ სოციალურ მდგომარეობაში უწევთ ჭიათურელებს ყოფა, სადაც ჩვენი დედები, მამები, ძმები მეგობრები თუნდაც ახლანაცავები ცხოვრობენ. Კვანცა, აი მე ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი და თქვენი აქტივობა დღევანდელ გაცემაში კიდევ უფრო მეტად მიხარია თქვენი აქ ყოფნა, იმიტომ რომ გარდა ვთქვათ პროფესია ჟურნალისტიკისა, ძალიან ჟურნალისტისა ძალიან აქტიურობდით ჭიათურაში ცხოვრების პირობებშიც და მე ვიცი რომ ძალიან დიდი სურვილიც გაქვთ დაბრუნდეთ. არ მიხდება ხშირად მე იმ ქალაქში სიარული, ვერ დავდივარ ხშირად, ვერ ჩავდივარ, მაგრამ როცა ვახერხებ მაქსიმალურად ვცდილობ რომ რაღაც აქედან მაინც გავაკეთო იმ ქალაქისთვის. იმიტომ რომ მართლა გულწრფელად მეწოდება ეს ქალაქი უხეშად ვიტყვი გადაშენებისთვის, იმ ზღვარზეა უკვე. Კვანცა, გისმენთ. იგივე კითხვა, ხო? სიამოვნებით მომზადდა. აქ გაიჟღერა ეკოლოგიურმა პრობლემამ, პოლიტიკურმა და ასე შემდეგ, მაგრამ მე რაღაცა გონია, რომ ჩემი სიუჟეტები, რომელსაც მომავალში გავაკეთებ, მაინც და მაინც ასეთ უარყოფით მხარეზე არ იქნება ხაზგასმა. გონია, რომ დღევანდელი ქართული მედია და რეგიონული მედიაც დაიღალა ამ ერთ და იგივე სახეებით. აი, რომ დავაკვირდეთ და რაღაცა კვლევასავით რომ ჩავატაროთ სულ ერთ და იგივე სახეებს ხედავთ პოლიტიკოსებიდან ასე შემდეგ, ჩვეულებრივი ადამიანებიდანაც და მე გავაკეთებდი ესე რომ ბევრ კარგი ჭიათურელს ვიცნობ, რომლებიც არ არიან ესეთი ცნობილები და მათ წამოვწევდი წინ. აი, უბრალოდ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომელსაც დიდი ღირსებები გააჩნიათ და ნაკლებად ცნობილები არიან. და მათზე გავაკეთებდი რაღაც ესე პატარა სიუჟეტს და ახლა ეს რამდენად საინტერესო იქნება ამერიკელისთვის. საკითხავია, მაგრამ ჟურნალისტური ხრიკის სწორედ ეგ არის, რომ ისე მიაწოდა მაყურებელს, რომ ყველა მიყუროს და რაღაცა კუთხე უნდა მოუძებნო, ასე ვთქვათ, რომელიც დაინტერესებს ზიმბაბვეელსაც, ამერიკელსაც და ჭიათურელსაც პირველ რიგში. გვაქვს ჟურნალისტიკაში სასწავლებელი, მე დავამთავრე ბაკალავრიატი, მაგისტრატურა ჟურნალისტიკით მინდა და დოქტორანტურა ჟურნალისტიკით მინდა. ამიტომ ჟურნალისტიკა ეს არის სფერო, რატომღაც ხალხი უყურებს ძალიან მარტივად, საზოგადოების გარკვეული ნაწილი არა და ჟურნალისტიკა არის სფერო, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მოითხოვს სიღრმისეულ სწავლას. ნებისმიერ სფეროში უნდა ერკვეოდე ძალიან კარგად და ცოტა იცი გულს მტკენს ხოლმე ის ფაქტი, რამდენიმე კვირის წინ ერთი სამედიცინო უნივერსიტეტის კურსს დამთავრებულს ვკითხე. დასაქმდი მეთქი, ანუ მუშაობა დაიწყე თქო. არაო დავამთავრეო სამედიცინო და არ მუშაობ და წავალო ჟურნალისტად მაინც ვიმუშავებო და მე რომელმაც 4 წელი ბაკალავრიატზე უნდა ვისწავლო, 2 წელი მაგისტრატურა, პლუს დოქტორანტურა და მთელი ცხოვრება შევწირო რაღაც ახალი ძიებას ამ სფეროში, რატომ ხოცი ხო, მაგრამ კეთი შენ გაქვს პრეტენზია რა, შენ გაქვს სურვილი იმის რომ შენ კარგი ჟურნალისტი დადგე და იმისგან კარგი ჟურნალისტი ადამიანი რომელიც საკუთარ თავს უწოდებს ჟურნალისტს მე მგონი მას სიკარგის პრეტენზიაც უნდა ქონდეს. შენ როდესაც მოიპოვებ სტატუსს გერქვა ჟურნალისტი, უნდა იყო კარგი. თუ არა ხარ კარგი, მოდი მაშინ ამ სტატუსის პრეტენზიაც არ უნდა გაგაჩნდეს. თუმცა მოდით მეკეთვით ახლა ყველაზე საინტერესოს ერთი დღეც არ მისწავლია ჟურნალისტიკა, ტურიზმი. არა, რატომ შენ სწავლობდი ტურიზმზე და მეორადი პროფესია აირჩიე ჟურნალისტიკა, კი, როგორც მე ვიცი. ხო, შესაბამისად, შენ გაიარე ის საგნები და შენ გაქვს ცოდნა ჩვეულებრივ სწავლობდი როგორც ტურიზმზე, ანალოგიურად ჟურნალისტიკასაც, რატომაც არა. სურვილი თუ გექნება, განაგრძობ მაგისტრატურა ჟურნალისტიკით და ასე შემდგომ თუ გინდა. თუმცა მოდით, ანუ აი ეს შეკითხვა მინდოდა დამესვა ზუსტად ასე განათლების პრობლემებსაც მინდა შევეხოთ, ანუ საერთოდ ხედავთ თუ არა პრობლემებს განათლებაში, მაგრამ ესე იგი აუცილებლად ჟურნალისტი უნდა იყოს პროფესიით ადამიანი, რომ ის იყოს წარმატებული შემდგარი მედიის წარმომადგენელი. აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით შემოგიბრუნებ ერთ კითხვას. აქ არის ზოგადად პროფესიათა აღრევა. მე ქეთევან ყაბაშზე რიგითი მოქალაქე, რომელსაც გამაჩნია ჟურნალისტიკის დიპლომი, კარგად ვერ ყვევი უბრალოდ ფეხბურთში. შემიძლია ხო დღევანდელი კანონმდებლობით რატომღაც შემიძლია გავხდე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სიტყვაზე მაქვს უფლება ხო მე კენჭი ვიყარო მონაწილეობა ეს რამდენად მინდა შეწონილი ანუ რამდენად მომხრე იქნება ამის საზოგადოება მე მაგალითად არა ვარ მომხრე პროფესიათა აღრევის ნამდვილად არა ვარ მომხრე იმიტომ რომ პროფესიას როდესაც ირჩევა ადამიანი კარგად უნდა გაანალიზო ამ პროფესიაზე შენ აფუძნებ მთელს შენ ცხოვრებას შესაბამისად უნდა გქონდეს გაანალიზებული რამდენად შეძლებ მუშაობას, რამდენად შეძლებ შენი თავის რეალიზებას. მე ახლა უცებ გადავწყვიტო რომ იცი რა მე უნდა გავხდე მოსამართლე, მე წავალ და ვიქნები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ყველაფერი შემიძლია, ხო? ან
ბოდიში ამ სიტყვისთვის და ლიჟბი დიპლომი ავიღოთ და ნებისმიერი სამსახური შეიძლება ვნახოთ, ასე არ უნდა იყოს. ჩემი აზრით. თუმცა რამდენად შესაძლებელია თეორიულად ჟურნალისტიკის სწავლა, თუ ის პრაქტიკაში შემდგომ თეორიას ყოველთვის ამყარებს პრაქტიკა. თეორია და პრაქტიკა ერთმანეთს ყოველთვის ამყარებენ და ქმნიან ერთ ძალიან დიდ და სასიამოვნო შედეგს. სალომეს ვკითხოთ, კერძო უნივერსიტეტში სწავლობს. სალომე, რამდენად იძლევა დღევანდელი განათლების სისტემა თუნდაც ჟურნალისტიკის მიმართულებით სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალებას? Ამდენად კმაყოფილი ხარ უნივერსიტეტის, სადაც სწავლობ. მე ზოგადი ტენდენცია შეიძლება მე ყველა უნივერსიტეტზე გავრცელდეს. ანუ მე ზოგადად ჯერ მინდა ის თქვა, რომ ჟურნალისტმა ჩემი აზრით ყველა საქმე, ანუ ყველაფერზე უნდა ქონდეს ინფორმაცია, იმიტომ რომ როდესაც შენ მიდიხარ და რაღაცას ეკითხები, აი მე რო შენ გეკითხები რაღაცას, შენ რო პასუხს მე გამცემ, მე უნდა ვიცოდე, რას მეუბნები. და მე რო საერთოდ ესე ვთქვა და აზრზე არ ვიყავ იმის რას გეკითხები და ესე უბრალოდ კითხვა დაგისვა, ეს მაშინ მე უნდა მივაწოდო ხალხს სრულ ინფორმაცია. რაც შეეხება დღევანდელ განათლებას, მე ვსწავლობ უნივერსიტეტში, სადაც გვაქვს იმის საშუალება და ფუფუნება, ასე რომ ვთქვათ, რომ პრაქტიკა ადგილზე მივიღოთ, იმიტომ რომ გვაქვს სტუდენტური ტელევიზია. ეხლა სიმართლე რომ გითხრათ, მე დიდად ჩართული არ ვარ ამ ტელევიზიაში, მაგრამ ალბათ ეს ისევ ჩემი პრობლემაა და ჩემი საკმარისად ვერ აღმოჩნდა ჩემი სურვილი ისეთი, რომ იქამდე მივსულიყავი. მაგრამ მე ვიცი და ვხედავ, რომ როგორ აქტიურად არიან ჩართული ბავშვები ამ საქმეში. კი, სხვათა შორის ამის წინ შევესწარი ფაქტს, რომ ამინდის პროგნოზს წერდნენ, ეს ალბათ ისე არც, ვუყურებ ხოლმე, ხა როგორ მოგატყუოთ. მაგრამ ჯერჯერობით მე ვერ ჩავერდი. პირველი ზარია დღევანდელ გადაცემაში გავაგრძელოთ, შემდეგ ძალიან საინტერესო დიალოგი და უფრო ჭიათურასაც დავუბრუნდეთ, ვინაიდან დაახლოებით 23 წუთი გრჩება გადაცემის დასრულებამდე. თუმცა მანამდე პირველ ტელემაყურებას უსმენთ. გამარჯობა. მოგესალმებით ქალაქ ჭიათურიდან. ძალიან მიხარია, რომ ჭიათურელი ახალგაზრდები ჟურნალისტის პროფესიას ირჩევენ, რადგან ჭიათურას მრავალი სასიკადულო ჟურნალისტი აღუზრდია. მე ახლა მაინტერესებს თქვენ ახალგაზრდებო მეთანხმებით თუ არა, რომ ყველა ჟურნალისტ პირველ რიგში თავისი ქვეყანა უნდა ტკიოდეს. როცა ვიღაცას მორჩილებაში ხარ, თქვათ, ვიღაცის მორჩილებაში და ამის სანაცვლოდ ღალატობ შენს პროფესიას, იქ ხომ ლაპარაკი მთავრდება საერთოდ. ჟურნალისტის დანიშნულება ძალიან დიდია. აი კორუმპირებული ჟურნალისტი ხომ გაგიგიათ, ეს საშინელებაა, ოქროს წვიმები ქვია ამას. აი მაგალითად ასეთი რამ მომხდარა. ვიღაც უნდა ლანძღოს თანამდებობის პირი გვარიანი ჰონორარის სანაცვლოდ, მაგრამ როცა თქვათ გამზადებულა ეს მასალა, ვიზზე წერდა, მეტი თანხა იმას შეუთავაზებია და წერილით აღარ დაბეჭდილა. ასე ხომ ვერ ვიგრძნობთ იმას, იმ სიამაყეს, თქვათ დავუშვათ ვეფხისა და მოყმის დამბადებელ ერს, რომ ეკადრება. ამერიკის მასმედია სხვანაირად მუშაობს. მათ უნდა დაანახოთ სწორედ თქვენ, რომ ჩვენ ასეთი რამ არ გვეკადრება. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ზარისათვის. ამ კუთხით ჩვენ ალბათ შვიდად გვძინავს ყველას ღამე, რომ არავის დამოკიდებულები არ ვართ. კი, ნამდვილად, აღინიშნა, ცოტა დავაგვიანეთ, მაგრამ მივულოცავ ცოტა მოგვიანებით ყველა იმ ადამიანს, ვინც ყველა ჟურნალისტს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს. ქართული ჟურნალისტიკა რომ განსხვავებული ფენომენია, თარიღითაც ვამტკიცებთ ჩვენ. იცით განსხვავდებით განვითარებული ქვეყნების ჟურნალისტიკისგან, რა თქმა უნდა, ბევრი გვაქვს, ძალიან ბევრი გვაქვს სასწავლი, მაგრამ პირველ რიგში კარგად უნდა ესმოდეს ჟურნალისტს, რომ მატერიალური ღირებულებების გამო პროფესიონალიზმი არ უნდა გათელოს, ჩემი აზრით. აი ჩვენთან უნივერსიტეტში და სხვათა შორის ბოდის მოვიხდი, სხვათა შორის თაობა, რომელიც დღესდღეობით მოდის, ნამდვილად საამაყოა, არ ვიცი, ჩემს ირგვლივ არიან ადამიანები, რომელთა არსებობაც მე ამ სფეროში ნამდვილად მეამაყება და ნახოთ რას ვიზამთ და რას შევძლებთ. აღდგომა და ხვალეო გისმენთ თქვენს. მე მინდოდა მეთქვა, რომ ჩემთან უნივერსიტეტში მხოლოდ იმიტომ ღირდა სწავლა, რომ იმ ლექტორებთან მქონდა შეხება, ვინც ეხა მასწავლიან. აი საერთოდ რო არ მესწავლა არაფერი, უბრალოდ მათ ლექციებზე დასწრებაც კი პატივია ჩემთვის, თქო, ამბობ ხშირად. და ერთ-ერთმა ლექტორმა ესეთი თქვა, ესეთი რაღაც თქვა, როგორი ადამიანიც ხარ, ისეთი ჟურნალისტი იქნები. ანუ ადამიანობა და ჟურნალისტი შენი პროფესია ამ შემთხვევაში არის შერწყმული. აი კორუმპირებული ახსენა ქალბატონმა, რომელიც ჩაგვერთო. თუ ადამიანი მიდრეკილია არის
არაპატიოსანია და ნებისმიერ სფეროში, ესე ჟურნალისტიკაში არა, ყველა სფეროში შეიძლება იყოს კორუმპირებული. მთავარია რომ ის ადამიანური თვისება ის რომ შენ ერთგული იყო შენი ქვეყნის, შეინარჩუნო შენს პროფესიაშიც. პარალელს გავავლებ უბრალოდ ან მატერიალურ ღირებულებებთან დაკავშირებით რა მსახიობები რომლებსაც აი უყვართ ნამდვილად უყვართ ის სფერო რაღაც ფუფუნებისთვის არავინ არ ერჩევს დღესდღეობით ამ სფეროს ხო და თეატრალურ უნივერსიტეტში ფუფუნებისთვის არავინ აბარებს დღეს იციან რა კატასტროფული გაჭირვება ხო 200 ლარზე მუშაობენ 24 საათი მსახიობები მაგრამ მათ უყვართ თავიანთი საქმიანობა და აკმაყოფილებთ აი მშვიდად და წყნარად თუნდაც თუმცა როდესაც უკვე შეხება გაქვს შენ საზოგადოებასთან და მასმედია კომუნიკაციის ყველაზე კარგი საშუალებაა და საზოგადოების აზრის ამიტომ ეს თქვი რომ როდესაც გიყვარს შენი საქმიანობა ხო პიროვნულად თუ შენ ხარ ადამიანი ისეთი რომ არ გაყიდი საკუთარ თავს და საკუთარ შესაძლებლობებს ხო მაშინ რა ვიცი მორიგი ზარია კლაუს მობილური ჩართვა გესმენთ ეთერში ხართ გესმით გიორგი ჩემი ხმა დიახ ხო მე მომავალ ჟურნალისტებთან ასეთი შეკითხვა მაქვს როგორ თვლიან ეს გოგონები რომელიან ნამდვილად სამართლიანი და დამოუკიდებელი ტელევიზია დღეს თბილისში და სად იმუშავებდნენ ისინი დიდი სიამოვნებით ძალიან დიდი მადლობა ზარისათვის ან საქართველოში სამწუხაროდ არ ვიცი ახლა თლაც სიღრმისეულად არ განსაზღვრავთ არ შევეხები იმ ტელევიზიებს მაგრამ ყველა ტელევიზია რაღაც გარკვეული კუთხით არის მიკერძოებული კიდევ ერთხელ აღნიშნავ თუმცა არსებობს ფაქტები როდესაც მაღიზიანებს კონკრეტულად პოლიტიზირებული ტელევიზიები რაც არ უნდა არსებობდეს მე არ უნდა მაძლევდეს მაგალითს ის რომ უნდა გავიზარდო ასეთ ჟურნალისტად ხო მე მქონდა ძალიან კარგი საშუალება TV3-ში მქონდა მცირეოდენი პერიოდი მუშაობის საშუალება იმდენად კარგი ადამიანები იყვნენ იმდენად აი ერთ ოჯახად იყვნენ შეკრული რომ მე იქ არავინ არ მიმითითებდა რა უნდა მესაუბრა რა უნდა გასულიყო ეთერში ანუ დამოუკიდებლად მუშაობდი და იმდენად სასიამოვნოა როდესაც აკეთებ რაღაცას და არავინ მიგითითებს და შავზე არ იტყვი თეთრია ხო ანუ ძალიან სასიამოვნოა რა პიროვნულობასაც ხაზს უსვამს ზუსტად 1 წელი მუშაობდი მე ობიექტივში უხელფასოდ მაგრამ ხედავდი რომ იმას რასაც ვაკეთებდი ამ არხის ხელმძღვანელობის მხრიდან მიფასდებოდა უბრალოდ ჩემი ეს მონდომება რომ ჭიათურის მნიშვნელოვანი მოვლენები გულისტკივილი თითოეული ჭიათურელის გადმომეც პატარა ტელევიზიებია საკმაოდ დამოუკიდებელი ის პატარ-პატარა მატერიალურად გაჭირვებული ასე ვთქვათ ტელევიზიები უფრო აძლევს ადამიანს დამოუკიდებლობის საშუალებას სალომეს დასულ ტელევიზიაზე იმუშავებდა სიამოვნებით რამდენადაც მე ვიცი არა ну რატომაც არა ვნახოთ არ ვიცი მე ხშირად ვფიქრობ ხოლმე მაგ საკითხზე ხშირად მესმის ხოლმე ანალოგიური კითხვა როგორც ამ ქალბატონმა ბრძანა მართლა ხშირად მეკითხებიან სად გინდა რომ იმუშაო როგორ გინდა რომ იმუშაო ხო არ ვიცი მე არ მაქვს ამ კითხვაზე ჩემი გადასახედიდან ახლა როდესაც ჩვენ რაღაც გზაზე ვდგავართ ახლა ვსწავლობ სიარულს რთულია უკვე შემდგარ ჟურნალისტებზე და დიდი ხნის არსებობის პერიოდს, როდესაც ითვლის ტელევიზია ვაკრიტიკოთ. ამიტომ ნახოთ მომავალში. გვანცა მოდი დაუბრუნდეთ ჭიათურას, ვინაიდან ცოტა დრო გრჩება და გარდა იმისა, რომ ჩვენ ყველანი მოვდივართ ჭიათურიდან სკოლა იქ დავამთავრეთ, ჩვენ თითოეულმა ჩვენგანმა 4-ვემ და საკმაოდ აქტიურად ვიყავით სხვადასხვა პერიოდში ჩართული ქალაქის ცხოვრებაში. ჩვენს ახალგაზრდულ, მაგრამ საკმაოდ მკაცრ ხმას ვაფიქსირებდით მაშინ ჩვენი შეხედულებების მიხედვით. თქვენ სამოქალაქო კლუბის აქტიური წევრი ბრძანდებოდით, აქტიურად ჩართული სამოქალაქო განათლების განვითარების პროცესებში, რომელიც ჭიათურაში სხვათა შორის საკმაოდ კარგად ვითარდება. თითოეულ სკოლას ძალიან კარგი სამოქალაქო სკოლის პედაგოგი ხავს, რომელიც ზუსტად იმ წერტილში აძლევს მოსწავლეს მითითებას და გზას, რომელზეც წესით ქართულ საზოგადოებამ უნდა გაიაროს. რა სიტყვით, აი ამ ჭიათურაში თქვენს მაშინდელ ცხოვრებასთან დაკავშირებით ჩვენ ბოლო წლებში უკვე, როდესაც სკოლას ვასრულებთ, საკმაოდ აქტიურები ვიყავთ თითოეულ ჩვენგანი და გავაცნობ სხვა კუთხითაც მაყურებელს თქვენ თავს.
სამოქალაქო კუთხით, აი ბოლო პერიოდშიც ვადევნებ ხოლმე თვალყურს სოციალურ ქსელებშიც და ისედაც სამოქალაქო კლუბები როგორ აქტიურდება და ძალიან მომწონს ეს ტენდენცია, რომ ახალგაზრდებს ახასიათებ. მე რაც შემეხება ჩემი სკოლიდან მეორე სკოლა დავამთავრე, საკმაოდ კარგი პედაგოგები მყავდა სამოქალაქო განათლებისის და სხვა დანარჩენიც. რა ვიცი, მგონია რომ ამას პერსპექტივა აქვს. პატარა ქალაქს ზოგადად და პატარა რაიონს და პატარა დასახლებებს, სადაც ესეთი რაოდენობა ბევრი მოსახლეობა არ ცხოვრობს, აქვს ძალიან დიდი პლუსი. ყველას იცნობს, ყველას, ფაქტობრივად ოჯახია, პატარა ოჯახია. ასეთ ადგილებზე გაცილებით უფრო მეტად და კარგად შეიძლება განვითარდეს აი ესეთი ურთიერთობები, რასაც ჭირდება და უწყობს მე მგონი ჭიათურა ამას ხელს და სამომავლოდაც აი რო ვხედავ, აშკარად განვითარების გზაზე არიან და პერსპექტიულია ძალიან. სალომეც ძალიან აქტიურად იყო ჩართული ასოციაცია ჭიათურელთა კავშირს, მასთან არსებული მოსწავლეთა საკრებულო ჰქონდა და თქვენ თავმჯდომარე იყავით ერთი წლის განმავლობაში თუ არ ვცდები. წელიწადზე ცოტა მე, თუმცა ამას არსებით მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ის არის, რომ ახალგაზრდები მაშინ ეკოლოგიურ პრობლემებზე ძალიან აქტიურად საუბრობდით. ზოგადად რა სიტყვით, აი ისევ სამოქალაქო ჩართულობისკენ მივდივართ, თქვენ ამ შემთხვევაში ეკოლოგიური მიმართულებით, რომლებიც დღემდე აგრძელებს ეს საკრებულო საკმაოდ აქტიურად მუშაობას. გარდა ამისა, სხვადასხვა პროექტებიც ჰქონდათ, რამდენადაც ვიცი, ეხმარებოდით კიდევაც გაჭირებულ მოსახლეობას. აი ამ თემებზე ვისაუბრეთ. კი ბატონო, ანუ მე ყოველთვის ასე ვთქვათ, ამაყალო თუმცა ბოდიში სალომე, როდესაც მობილური გიკავშირდებიან, ვთქვი ტელემაყურებელი არ ვალოდინო, ცოტა ვრცელი დრო მინდა მოგცა შემდეგ საპასუხოდ, ამიტომ ჯერ ტელემაყურებელს მოусმინოთ, გისმენთ ეთერში ხართ. გამარჯობათ ბატონო გიორგი, მივესალმები გოგონებს, ჟურნალისტებს. სურვილი მაქვს ერთი რომ ძანეთ BBC-ს პირველ რიგში გადაიღონ გაუბედურებული ჭიათურის კატასტროფაზე მიყვანილი სოფლები და აჩვენონ ამერიკული ფილმის ამ ჯორჯიან მანგანერის მოღვაწეობა და ალბათ თვითონ ამერიკის სასამართლო აუგზავნოს და ჩამოაცმევს ლიცენზიას. რაც შეეხება ჭიათურის უამრავი სიკეთეები აქვს. ტურისტული თვალსაზრისით, კაცხის სვეტი, ახალი აღმოჩენები, თავისუფლად შეუძლიათ, რომ გადაიღონ და გაიწვან სახელი. გასაგებია, ძალიან თქვენ პიროვნებით ძალიან დიდი მადლობელი ვართ, რომ თქვენ შესანიშნავ მოღვაწეობას ეწევით. ძალიან დიდი მადლობა თქვენ გამოხმაურებისათვის. ტურისტული კუთხით სხვათა შორის საკმაოდ აქტიურად. კი, ნამდვილად შეიძლება ტურისტული კუთხით განვითარდეს ეს ქალაქი, ბევრი ღირსეული და ესეთი კარგი ადგილი გვაქვს ტურისტული. სალომე, აი თქვენი სამოქალაქო აქტიურობა და შემდეგ ქეთიზეც მსახიობი იყო და ლექსებსაც წერდა. წერს კიდევაც მგონი. მაგრამ მოდით ჯერ თქვენ. მე წეგანაც აღნიშნა რომ ესე ვთქვათ ამაყად შემიძლია ვთქვა და ვამბობ ხოლმე ყოველთვის რომ მე ვიყავი საქართველოში პირველი მოსწავლეთა საკრებულოს პირველი თავმჯდომარე. ეს იმიტომ ვახარებს უფრო მეტად რომ ეს იყო ჩვენს ქალაქში პირველ რიგში და ჩვენს ქალაქში ბავშვებმა და არა მარტო მე, ჩემს უკან დგომა ძალიან ბევრმა ბავშვმა, ასე ვთქვათ და ხმა აიმაღლა იმ პრობლემების და იმ ყველაფრის შესახებ, რაც ჩვენ და ჩვენს ქალაქს აწუხებდა. პირველ რიგში ეს იყო უდიდესი ეკოლოგიური პრობლემები, იმიტომ რომ ასე ვთქვათ და უკვე ისეთი დამძიმებულია ეს ყველაფერი ჩვენს ქალაქში, ამაზე არ ვილაპარაკებ ბევრს, იმიტომ რომ მგონი ყველა მიცის. მაგრამ არ ჰქონდა მარტო ეკოლოგიური პრობლემები, ვეხმარებოდით ჰუმანიტარული აქციები ჰქონდა ძალიან ბევრი და პირადად ჩემი თავმჯდომარეობის დროს ჩვენ გვქონდა მემორანდუმიც გაფორმებული გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ჩვენს მოსწავლეთა საკრებულოს შორის ეს ზუსტად ვიცი ჩემს დროს იყო და სხვადასხვა დღესდღეობითაც რაც შეეხება ეს სამოქალაქო კუთხის ცხოვრებას დღესდღეობით ძალიან აქტიურად არიან ის ბავშვები მე მაქვს შეხება მე ყოველთვის მეც აქედანაც აქტიურად ვარ ჩაბმული მათ ასე ვთქვათ ამ სამოქალაქო ცხოვრებაში და ყოველთვის ვცდილობ რომ ხშირად ჩავიდე და ის სულისი არიან ხოლმე სალომეში დღეს იცი რა ხდება დღეს ეს გავაკეთე. აი სხვადასხვა მითხრეს ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულოში სალომე 1 საათი რომ ჩავიდეს ჭიათურაში 20 წუთს იქ ატარებს თავის მეგობრებთან ერთად ეს ალბათ ყველაზე კარგი და მისასალმე. ბევრჯერ ყოფილა გიორგი შემთხვევა ჩვენ ჭიათურაში რომ ჩავდივართ ტოლსტოიზე ვცხოვრობ და ანუ რომ ჩავდივართ ხოლმე აქამდე ჩამოვდიოდი ტოლსტოიზე და შევდიოდი სახლში ახლა ჩამოვდივარ ტრესთან და ავდივარ ჭიათურთა კავშირში მართლა ის გვანცა დღესაც ხარ თუ არა ჩართული ჭიათურის ახალგაზრდებს შენი სკოლის ახალგაზრდებს ეხმარებით თუ არა გარკვეული მიმართულებით იგივე სამოქალაქო
სამოქალაქო აქტივობები თუ ამის დროს ამწუხაროთ შენი პროფესიიდან გამომდინარე? დრო არა, უბრალოდ შეხება არ მაქვს, თორემ დარწმუნებული ვარ, რომ რაიმე შემოთავაზება იყოს, აქედან აუცილებლად დავთანხმდები, იმიტომ რომ ეს არის ძალიან საინტერესო და კიდევ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია. ვიცი რომ მაქვს ენერგია იმის რომ მათ დავუკავშირდე, თუმცა რამდენიმე ჩემი რა თქმა უნდა. და არიან რამდენიმე ჩემი ნაცნობი, რომელიც აპირებს რომ ჟურნალისტი გახდეს და აი მათი გზის გაკვალვის მცდელობებიც მაქვს. ანუ ვაკვალიანებ, როგორ უნდა მოიქცეს, რომელ უნივერსიტეტში, რა პროგრამა და ასე შემდეგ. ანუ მეთაც ვეხმარები ვცდილობ. კეთი შემოვიტოვე ბოლოსთვის, რადგან დღეს სოფლიო თეატრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და მე მინდა ჭიათურის აკაკ წერტილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს მიულოცო ეს დღესასწაული და ზოგადად ყველა ქართულ თეატრს და ზოგადად ყველა თეატრს, იმიტომ რომ თეატრების აბსოლუტური უმრავლესობა სულიერ სიმშვიდეს და სულიერ საზრდოს გაცემას ემსახურება. შესაბამისად, მე თითოეულ ჭიათურელ მსახიობს ყველა ქართულ მსახიობს ულოცავ ამ საერთაშორისო დღესასწაულს გისურვებთ წარმატებებს. 120 წლის გახდა ჩვენი თეატრი, ქართული თეატრის იუბილეც აღინიშნა ჩვენ თეატრში და ამ 120 წლიდან 2 თუ 3 წელი, ზუსტად არ ვიცი, შენც გაქვს გატარებული. ზოგადად არ ვიცი, შეიძლება იყოს. როგორც სცენაზე თორე ბავშვობიდან იქიზდები დედამსახიობი ყავს და მაგით. სპექტაკლებიდან გამომდინარე კი სხვათა შორის მაკავშირებს რამდენიმე წელი საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვან სპექტაკლებში მიმიღია მონაწილეობა. პირველ რიგში ვულოცავ ამ არაჩვეულებრივ თარიღს, მოდი დავიწყებ იმ პატარა და ძალიან ჩემთვის საყვარელი თეატრით, ვულოცავ ჭიათურის აკაკი წერტილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობებს ამ არაჩვეულებრივ თარიღს, ვუსურვებ წარმატებებს და ვულოცავ ზოგადად აი მსოფლიოს ქართულ თეატრს და ყველას. ძალიან კარგი თარიღია გიორგი. კი მე მაკავშირებს და სხვათა შორის მაკავშირებს ჭიათურის თეატრთან ის რამდენიმე წელი, რამაც ძალიან გარკვეული გამოცდილება მომცა ჩემს ცხოვრებაში და სხვათა შორის ჟურნალისტიკაში ძალიან მეხმარება ჩემი თეატრალური ნიჭი, ну რაც გამაჩნია ეს ნიჭი, მეხმარება სხვათა შორის. კეთი, ჩვენ ხშირად საუბრობდით ამ გადაცემებში ძალიან ხშირად ყოფილა საუბარი უნივერსიტეტების განათლებაზე. მაგრამ არსებობს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ვინც თვლის, რომ რეგიონიდან არ შეიძლება წამოვიდეს წარმატებული და განათლებული ახალგაზრდა. რამდენად იძლევა დღეს აი აღშფოთებას გამოხატოთ პირდაპირ, იმიტომ რომ უპრეცედენტო ისა აი გისმენთ და კეთის გითხრა რომ არ ვიცი ეს რა გამოკვლევა ჩაატარეს და რატომ დაასკვნეს რომ რეგიონებიდან განათლებული ახალგაზრდები არ მოდიან, პირიქით მე ვიცი რომ სტატისტიკურად ყველაზე ასე ვთქვათ, გამოცდებზეც ქულების რაოდენობით ყველაზე მაღალი ქულებით რეგიონებიდან არიან და განათლების დონეც რეგიონებიდან. მე მაგალითად ისეთი მაგარი პედაგოგი მყავდა ქართულში, არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ და როგორც ჟურნალისტს შემიძლია ნამდვილად ვიამაყო, რომ აი ქართულად, გრამატიკულად კარგად მეტყველება შევძელი ქალბატონი რუსუდანის დახმარებით და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა კიდევ ამ ადამიანს. ნუ არ ვიცი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ რუსუდანს, ლეჟავაზე საუბრობ თუნდონი. მოვიკითხოთ ტელეეთერით. აი გვანცა გისმენთ და აქვე სხვათა შორის ერთი ისტორია, მე მგონი სალომესაც ეწოდინება ეს, ერთი ჭიათურელი საკუთარ ბიძაშვილს ელოდებოდა გამოცდიდა. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდია და გამოვიდა და დაუძახა თავის ბიძაშვილს 5-იანი მივიღეოდა. შენ უეჭველ ჭიათურელი იქნებოდა. რა იცი 5-იან სხვა უნივერსიტეტში სამწუხაროდ ვერ იღებსო. მორი გზარია უპასუხო და შემდეგ გვანცა გაგცემს პასუხს. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. შუადღემშვიდობის მოგესალმებით. დიდი პატივისცემით წინვალე ახალგაზრდები ვიძამებით ნამდვილად. დიდი მადლობა თუნდაც იმისთვის, მომავალ ჟურნალისტებო, ანუ სარხმარობ თუ ასე, ეს შემოვიდა ძალიან ტენდენციაა რა. ანუ ხმარება შორიზებულის გამარჯვების წინას კი ხმარობენ და აი არასასიამოვნოა. თქვენ დიდი მადლობა თუნდაც მაგისთვის რომ ნორმალურად მეტყურებთ ქართულად რა. დიდი მადლობა, წახმეთმა წარმატება. ძალიან დიდი მადლობა. დიახ, ნამდვილად წინადადების დაწყების წინ რატომღაც ეს არის თინეიჯერული რაღაც ახალი ტენდენცია, ანუთი ვიწყებთ წინადადებას, ნუ მეც ხშირად შეიძლება გამართოთ. და ესე იგი, განსაკუთრებით ანუს ხშირად. ანუ იცით რატომ არის? ანუ არის აჯერებს უფრო მეტად. აჯერებს ეს არ არის ხო გრამატიკულად რატომ აჯერებს შეიძლება მართლა. უხსნის. ნუ ეს არის არ არის არანაირი გამართლებული ფორმა, ანუ ქალბატონ რუსუდან ლეჟავას დამსახურება, რომ ანუთი არ საუბრობთ. მე მყავდა მაქსიმალურად ანუთი არ დავიწყო წინადადება და ძალიან დიდი მადლობა. ბოდიში სალომე გვანცა გვიპასუხებს და შემდეგ განათლებს პირდაპირ აღშფოთდი, იმიტომ რომ
კი, ძალიან განათლებული ახალგაზრდები მიდიან მხოლოდ ჩვენი ქალაქიდან, არ ზოგადად რეგიონიდან, მაგრამ კონკრეტულად მე რადგანაც შეხება მქონია ისეთ მასწავლებლებთან, რომლებიც მე მასწავლენ, ისინი იმდენად კვალიფიციური არიან თავიანთ საქმიანობაში, არიან მართლა პროფესიონალები, მათ შეუძლიათ რომ ესეთი კადრები გაზარდონ. მეტიც, მე მინახავს როგორ ჩამოდიან აბიტურიენტები ჭიათურაში, როგორ ემზადებიან იქ გამოცდების, ეროვნული გამოცდებისთვის, იმიტომ რომ იციან იქ რომ დონე, სწავლების დონე არანაკლები დახვდებათ. კი. გაუნათლებელი ხალხი ესე მარტივად შეიყვანონ და ძალიან ბევრი პარლამენტარი კი ჭიათურელი, არა მარტო პარლამენტარი აი იქ მომუშავე ადამიანებიც თუმცა ერთი ტენდენცია შევნიშნე ამ ბოლო დროს რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ყველა ფეხის გადადგმაზე მხვდება და რომ ვესალმები და მეგობრები მეკითხებიან ვინ არის ჭიათურელიო პასუხობ ეს კარგია ერთი მხრივ რომ ყველა ჩემიანები არიან მაგრამ მეორე ტენდენცია არის ის რომ ახალგაზრდები მოდიან ანუ აქ და ძირითადად აქეთ არიან ანუ ძირითადად იცლება ჭიათურა ახალგაზრდებს აი ბოლო შეკითხვები ეგ უნდა დაგისვათ 5 წუთი რჩება თბილისელი, მაგრამ აი უნდა ვაღიარო დაახლოებით წელიწადი და 3 თვეა ჭიათურის საათი მივყავს და არც ერთი გადაცემაში არ გამიჭირდა ვინაიდან 4-ვე ჟურნალისტი ვარ და მაქსიმალურად თემა არის ამოუწურავი, ხო, ეს ამოუწურავი თემაა რა, სხვათა შორის ბოდიშ გიორგი ესე უცებ გეტყვი რომ აი ჩამოსულები ისინი ვერ ან განათლების კუთხით დაჩაგრულები ვართ, ყველანაირი კუთხით რა, ანუ ეს ჭანებში გოიმები ვართ და რა ვქნათ თბილისში ელიტა შექმნეს ჩამოსულებმა, ხო? არ დავიწყებ ჩამოწლას, ხოხობს აკვანს არავის, ხოხობი აკვანს არავის არ ურწევდა, ხო? მათ შექმნეს ელიტა და მე ნამდვილად მეამაყება, არ ვიცი სხვისი, მაგრამ მეამაყება რომ ვარ იმ პატარა, ну ისე თქვა მოკრძალებული და გაჭირვებული რაიონიდან. თიც დავადებ ან ფეხს დავდგომ, ყველგან აუცილებლად ვახსენებ ხოლმე ჩემ ქალაქს, იმიტომ რომ მეამაყება, ამაში არაფერი სასირცხულო არ არის. არა, ჭიათურა, ზოგადად რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები არ უნდა იჩაგრებოდნენ. ეს არის უკვე ну მოდით დაუბრუნდეთ ჩვენ თემას და მართლა ძალიან გამიჭირდა დღევანდელი ეთერი 4 წუთი გრჩება. სალომე გისმენთ თქვენ გინდოდათ რაღაცის თქვა და თითო კითხვა ყველას უნდა დაგისვათ. ბევრი რამის თქვა მინდოდა, ასე რა ვთქვათ, მაგრამ აი ბოლოს რისი თქვაც გინდოდა ეს. ბოლოს რისი თქვა მინდოდა და ბატონს მინდა გამოვხმაურო, რომელიც ჩვენ დავკავშირდა, რომ მე აქ ისეთი თემა კი სკოლაში ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდნენ და სხვათა შორის ჩვენ უნივერსიტეტში გეცოდინებაში ალბათ ქალბატონი თამარინჯია ყველასთვის ცნობილი იყო ის და ივიკო ჩემი დეკანი და არ ვიცი მაგათთან სალომე კაპანაძე საფხაზეთის კულტურის მინისტრი წლების განმავლობაში მე უბრალოდ ლექციებზე არ მქონია ესე ვთქვათ ლექციურ შეხება და ყოველთვის მქონდა ხოლმე როგორ მომიტიცი რასაც სწავლობდით ხოლმე ჩვენ მე უკვე ვიცოდი ასე რომ ვთქვათ კი გვასწავლოს ვიღაც დაგვიჭდეს გვასწავლოს გითხრას გამართულად ასე უნდა იმეტყველო მაგრამ საზოგადოებასთან როდესაც გაქვს კომუნიკაცია მე უკვე გადამდებია ყველაფერი მაგრამ ბოლო შეკითხვა ანონსიც ეს იყო რამდენად პერსპექტიულად მიგაჩნიათ ჭიათურაში საკუთარი პროფესიით მუშაობა დავიწყოთ გვანცათი და დაამთავრებს ქეთი აი ესე მოვყვეთ თითო წუთი თითოს რადგან 3 წუთი გრჩება და მე არ მიტოვებთ ბოლოს დროს რომ რაღაც თქვა პერსპექტიულად რამდენად მიმაჩნია სამწუხაროდ არ მიმაჩნია თუმცა ვისურვებდი რომ რაღაც გარემო შექმნილიყო ისეთი რომ მზაობა ყოფილიყო მოკლედ ამის არ მიმაჩნია რომ პერსპექტივია. თუმცა თუ გარემო შეიქმნება, შენ დაბრუნდები ჭიათურაში. დაბრუნდები, ცდილობები მექნება ამის და აუცილებლად დაბრუნდები კი და იმ თემებს გავაშუქებ, რაც ჭირდება კი. აი თუ ჭიათურა. არა, ჭიათურა დაბრუნებად ღირს, მაგრამ ჭიათურაში ჟურნალისტად დაბრუნება რამდენად ღირს, აი ეს ცოტა საკითხავია. ჩვენ გავხსნათ ახალი ტელევიზია. რატომაც არა. ჩვენ გვაქვს იქ ტელევიზია და მინდა გითხრა რომ მე აქტიური შეხება მქონდა ხოლმე ამ ტელევიზიასთან და ესე ვთქვათ ჟურნალისტობდი ხოლმე ჯერ კიდევ ბავშვობაში და ისივე იმდენად ბედნიერი ვიყავი ხოლმე რომ აი ეს მიკროფონით ხელში ვიღაცასთან მივდიოდი თუ ავიტაცებთ მაგას რომ რაღაცა ახალი სისხლი გადაისხას ჭიათურაში მედიის კუთხით ძალიან კარგი იქნება და მირესალმე მე მქონდა ყოველთვის ვნახოთ რა როგორ იქნება კი ძალიან კარგი იქნება ჩვენ რომ იქნები მასტერ კლასები ჩაადარეთ ხოლმე და არ შემოვიერთები მასტერ სხვათა შორის ამზაფხულზე შემომთავაზეს რომ ისა რა ქვია დიდი სევონები თუ კი მე სამწუხაროდ რო აღარ ყველაფერს ნამდვილად მე რაც შემეძლება მაქსიმალურად სამწუხაროდ მე იქ აღარ ცხოვრობ ასე ვთქვათ უკვე გადმოვედით აქეთ მაგრამ სტუმრად ვითვლები შეიძლება ითქვას თუმცა მე აქედან მაქსიმალურად გავაკეთებ ყველაფერს თუ კი შევძლებ და თუ კი დაჭირდება ჩემს ქალაქს იმიტომ რომ მე ძალიან დიდი გამოცდილება მომცა მრავალ მხრივ ამ ქალაქმა გეთახვები სალომესაც არ შემიძლია არ დავეთანხმო
ნამდვილად კარგია რომ ჭიათურაში არის ტელევიზია და მომწონს და წარმატებებს უსურვებს თითოეული მოღვაწე ჟურნალისტი. იმიტომ რომ მე აქტიური შეხება მაქვს ძალიან და ამ ზაფხულზე რომ ჩავედი მითხრეს სხვათა შორის რომ შენ შეგიძლია მოხვიდე და მთელი ზაფხული ეს აქ იყო და ნუ რაღაცას მაინც გააკეთებ შენი ჟურნალისტური ცხოვრება. სამწუხაროდ ერთადერთი რაც ჭიათურას შემორჩა და ჭიათურის ქალაქობას უსვამს ხაზს ეს არის ერთადერთი ის ტელევიზია რომელიც ჩვენ ქალაქში არის, იმიტომ რომ აღარც ქალაქის სტატუსი გვაქვს, აღარც ავადმყოფო, აღარც სასამართლო. მაქსიმალურად ნუცდილობს. ნუ თეატრი თავის ცლებელია მხოლოდ ტელევიზია, მედია. სამწუხაროდ აი ჭიათურა გაზეთი ჭიათურა უკვე კარგა ხანია აღარ გამოდის. ეთერში იყო თოქ-შოუ ჭიათურის საათი, მე გიორგი კასრაძე ვარ, კიდევ ერთხელ შეგახსენებ ჩვენ გაცემის სტუმრებს, მომავალი და დღევანდელი უკვე ჟურნალისტები, რადგან გვანცა დასაქმებულია თავისი პროფესიით, გვანცა დევიძე, სალომე სამხარაძე და ქეთემა გამბაშიძე იყვნენ ჩემი გაცემის სტუმრები. მე ერთი კვირით გამშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.